შვეიცარიაში ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თქვა, რომ კარგი საბოლოო შედეგის მისაღწევად მოლაპარაკებას მტკიცე საფუძველი ჰქონდა. ეს ისეთი შეთანხმების საფუძველია, რომლითაც ირანი გამდიდრებული ურანის მარაგს 15 წლის განმავლობაში 98%-ით შეამცირებს. ირანი ამ გეგმის მიხედვით ურანის გამდიდრებას ერთ ობიექტზე სულ ცოტა 15 წლით არ მოახდენს, მეორეზე კი შეზღუდავს. ინსპექტორებს ამ ობიექტებზე მუდმივი წვდომა ექნებათ. ირანი კი ურანის გასამდიდრებელ ახალ ობიექტებს 15 წლის განმავლობაში არ ააშენებს. კარნეგის ფონდის ბირთვული პოლიტიკის თანადირექტორი ჯეიმს ექტონი ამბობს, რომ ეს ისეთი გეგმაა, რომელმაც თეორიულად ყველაზე მკაცრი კრიტიკოსები უნდა დააშოშმინოს, მათ შორის კონგრესის წევრები და შეერთებული შტატების ზოგიერთი მოკავშირე. ფიქრობ, ჩვენთვის ასეთი კითხვა არ არსებობს, ეს უნაკლო შეთანხმებაა? არა, არ არის. არის თუ არა ის ისრაელის უსაფრთხოებისთვის, საუდის არაბეთის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვნად უკეთესი ვიდრე შეთანხმების არ არსებობა. ვფიქრობ, ამ საზომით თუ მივუდგებით, ისრაელის უსაფრთხოებისთვის ეს უდავოდ უკეთესია. მაგრამ ის ამბობს, რომ მოლაპარაკების მონაწილეებს წინ ბევრი გამოწვევა ელით. პირველ რიგში, ორი მხარე შეთანხმების პრაქტიკაში გატარების დეტალებზე უნდა შეთანხმდეს. ეს ნამდვილად ძნელი იქნება. ამჟამად საქმის ასეთ განვითარებას წარმატების 65%-იან შესაძლებლობას უწინასწარ მეტყველებდი. გეგმის შესრულების სანაცვლოდ ირანის სანქციებისგან გათავისუფლდება. მაგრამ ყოფილი ელჩი ჯონ ბოლტონი, რომელიც შეიარაღების კონტროლის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მდივნის პირველ მოადგილედ მუშაობდა, ამბობს, რომ ეს სუსტი კოზირია. ჩვენ ვნახეთ, რომ სანქციებმა ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან მოიყვანა იმ მიზნით, რომ სანქციებისგან გათავისუფლებულიყო. ამაში გასაოცარი არაფერია, სხვა რა მოლოდინი უნდა გქონოდა. მაგრამ ბირთვულ პროგრამასთან მიმართებაში უმნიშვნელო და ადვილად შესაძლებელი დათმობების გარდა ამან ირანს არაფერი გააკეთა. იარაღის გავრცელებლობის ექსპერტი კელსი დევენპორტი ამბობს, მას არ აშფოთებს მოლაპარაკებების შეთანხმების დასრულდება თუ არა. ასევე არ ფიქრობს ამის მოწინააღმდეგეებზე, რომელთაც შეიძლება პროცესი ჩაშალონ. ყველა დეტალი ჯერ არ ვიცით, ყველა დეტალი ჯერ არ შეჯერებულა. ვფიქრობ, მოლაპარაკების მონაწილეებს გარკვეული წინასწარი ნდობა უნდა გამოუცხადოთ და როდესაც შედეგს მთლიანობაში ვნახავთ, შეთანხმება მაშინ შევაფასოთ. დევენპორტი ამბობს, რომ იმ დროს, როცა ზოგიერთს ურჩევნია ირანმა ბირთვულ პროგრამაზე მთლიანად უარი თქვას, ეს არარეალისტურია და მოლაპარაკებების საწყის პირობად ვერ გამოდგება. გია მელიქიშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.